თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, და თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები. ჩვენი გადაცემა გადის YouTube-ზე. ჩვენ ესე იგი საქართველოს სამეფო კლუბის ტელევიზია ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. მე გახლავართ მისი წამყვანი და ავტორი ლევან ბერაია. ჩვენ თითქმის 2 წელი გვისურვდება მალე, რაც ვართ, ესე იგი, რაც ეკრანზე ვარ და რაც თქვენთვის მუშაობთ, ასე თქვათ, გაწვით თითოეული თქვენგანს ვცდილობთ ყოველ შემთხვევისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენი გვარის, თითოეული თქვენგანის გვარის ისტორია, შეიძლება იცდაგვარად ზოგს ხან ვახერხებთ ამას, ხან ვერ ვახერხებთ რაღაცა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. არის ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პირობა, რომელსაც ჩვენ ესე იგი ასე თქვათ, ვერ უკეთებთ ორგანიზებას დროულად და ამიტომ ძალიან ბევრი გვარის წარმომადგენელი ხრჩება ესე იგი უკმაყოფილო. და ამას წერენ კიდეც, რომ ესე იგი ყველას უნდა საქართველოში 25000 გვარიდან 18000 ქართულია და 18000-ს უნდა ერთდროულად და ყველას ერთიანად უნდა თავისი გვარის ისტორია მოისმინოს და ეს არის შეუძლებელი. ჩვენ კვირიდან კვირამდე ვაკეთებთ ამას, ახლა გადავწყვეტეთ კვირაში 2-ჯერ გავაკეთოთ ეს გადაცემა, ანუ ესე იგი 4 შაბათს და კვირას და 4 შაბათს ჩავწეროთ. ხო და ესე იგი ვეცდებით უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ თითოეულ თქვენგანის გვარზე, მაგრამ ორ გვარზე მეც ვერ ვახერხებთ, ვერანაირად ვერ ვასწრებთ. ახლა როცა მარტო არ ვიყავი ამ გადაცემაში და მეხმარებოდა ჩემი თანაწამყვანი ბატონი ვალერიან ხიმშიაშვილი, მაშინ ვასწრებდით 5-6 გვარს ვასწრებდით ხოლმე ერთ გადაცემაში, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ავადმყოფობს ბატონი ვალერიანი და რავი ცოტა ხანი ვერ შემოგვერდება და ამიტომ ამ გამკვლევება მიწევს მარტო მიწევს გამკვლევება და ცოტა ძნელი და ცოტა რთულია. მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ინტერესი არის ძალიან დიდი, რაც ჩვენ გვახარებს იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი გვარის ისტორია, თავისი საკუთარი ქვეყნის ისტორია და დავიწყებას არ უნდა მივცეთ ის, რაც ჩვენ გვარს და ჩვენს ჯიშს და ჯილაკს საუკუნეების მანძილზე, ესე იგი, განუცდია სისხლით, შეუნარჩუნებია, კბილები დაუცვია, თავისი მიწაწყალი, თავისი მამული და ის რაც ჩვენ გაგვაჩნია დღეს, ჩვენი ფასეულობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი წერილობითი თუ ესე იგი მატერიალური ძეგლები, ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ ჩვენი წინაპრები მედგრად და საკმაოდ ხნეთ ედგნენ მტერს წინ და ესე იგი ვართმევდით თავს იმ გამოწვევებს, რასაც დაუშვათ აგრესია, სხვა ქვეყნის აგრესია ქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენს ვალდებულები ვართ ჩვენს მომავალთაობას შეუნახოთ ის ცოდნა და გადავცეთ ის ცოდნა, რაც ჩვენი წინაპრებისგან ქონია. ეს არის გაწერილი ძალიან ბევრი ისტორიის ლაბირინთებში არის დაწყობილი, ასე თქვა, დალაგებული არის რაღაცა ლაბირინთებში, რომელსაც უნდა ძებნა, რომელსაც უნდა მოძიება, კვლევა უნდა და ამ კვლევის შემდეგ ესე იგი ამის გაშალაშინება ყველაფერს და გაშალაშინებულად უნდა მიაწოდო ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელს ეს და ეს საკმაოდ რთულია და საკმაოდ შრომატევადია. მაგრამ რაღაცნაირად ვთვლობთ, რომ ეს ყველაფერი
ყველაფერი გამოვასწოროთ. დღეს გვექნება ორ გვარზე გვინდა რომ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ეს გვარებია, ესე იგი, ძაძამიების გვარი და ასათიანების გვარი. მე მინდა ძაძამიების გვარი დავიწყო ისტორიების მოყოლა, ვინაიდან ეს გვარი საკმაოდ ნათელი კვალი დატოვა მე-19 საუკუნიდან ჩანს ეს გვარი ეს ისტორიოგრაფიაში, მანამდე სამწუხაროდ ღრმა კვლევები არ ჩაგვიტარებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი კვლევები, რასაც საერთოდ ვატარებთ, აი ამ კვლევებმა, ზედაპირულმა კვლევებმა არაფერი ისეთი შედეგი არ მოგცა, რომ დაუშვათ რაღაცა ხელის მოსაჭიდი ვქონდეს და ამიტომ ესე იგი მე-19 საუკუნიდან უკვე ჩანს ეს გვარი და ჩანს საკმაოდ ნათლად და ესე იგი საკმაოდ მკაფიოდ ჩანს. იმიტომ რომ აი მე-19 საუკუნეში დადიანების კარზე საერთოდ მიღებული იყო საერთოდ დადიანები ოდითგანვე დიდ პატივს სცემდნენ ხელოვნებას და დიდ პატივს სცემდნენ ესე იგი ხუროთმოძღვრებასაც და ოქრომჭედლობასაც და თქვენ იცით თავაქარაშვილების ისტორია იცით, თუ არ იცით შემიძლია მომდენო გადაცემებში ეს გაგაცნოთ და ძალიან ბევრი ისეთი ქტიტორები, ძალიან ბევრი ქტიტორი ყავდათ კიდე, რომლებიც აშენებდნენ ეკლესია მონასტრებს და ბევრ რაღაცას ქმნიდნენ, ისეთ რაღაცებს ქმნიდნენ, რომელიც ესე იგი ჩვენი ისტორიის ესე იგი კუთვნილება და სიამაყეს გვავსებს, შეგნება და შეგრძნება, რომ ეს არის ჩვენი წინაპრების დატოვებული რაღაც კულტურული და მატერიალური ძეგლები. ასეთივე რაღაც ძეგლი დაგვიტოვა, მატერიალური ძეგლი დაგვიტოვეს ძაძამიებმა, ძაძამიების გვარმა. კერძოდ მე სანამ ამ ყველაფერს ვიტყოდი, მინდა თქვენ ასე იგი აი ჭედურობა საერთოდ საქართველოში ძალიან ცნობილი იყო და ძალიან გავრცელებული და იყო ძალიან როგორ გითხრათ, აი დავუშვათ ბექა და ბეშკენ ოპიზარები ყველას გაგიგია და დავუშვათ ბევრი ეგეთი მაგალითი არის შემონახული, რომ ესე იგი რამდენად დიდ ყურადღებას აქცევდნენ საქართველოში ოქრომჭედლობას და საერთოდ ეგეთ რაღაცებს და ესეთი ერთ-ერთი გამორჩეულად ძალიან ესეთ საინტერესო პიროვნება იყო მე-19 საუკუნეში ძაძამიების ერთ-ერთი წარმომადგენელი გახუ ძაძამია, შემდეგ ესე იგი მისი შთამავალი ფილუ ძაძამიამდეს მივართ, უბრალოდ ჯერ მინდა რომ ესე იგი გავუკეთო ამ ყველაფერს, ჯერ მოყვები ისტორიას, ძაძამიების გვარის ისტორიას, რომელსაც ესე იგი რო გითხრათ, ხა ძალიან შორეული ისაა, მაგრამ ამას მომავალი გვიჩვენებს, შემდეგ ესე იგი ჩვენ ძალიან ბევრი გვარი დაგვიწყი ასე ზედაპირული ესე იგი მოკლევით და მე ესე იგი იმდენად გაუტაცები ვართ ამ და იმდენი აზარტული ეს ყველაფერი საკმაოდ ღრმად ჩავწტოლმი ვართ გარკვეულ გვარებს. ეს გვარიც ისტორიული საგვარეულოა საქართველოში, ძირითადად მეგრული გვარია. ცხოვრობენ აგრეთვე იმერეთში ცხოვრობენ და სხვადასხვა როგორც ყველა გვარი საქართველოში სულ 1690-ზე მეტი ძაძამია ცხოვრობს და 24 ძაძამიძე. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ორ გვარზე მსგავსებას, იმიტომ რომ ეს და იგივე გვარია და რატო არის ეს ძაძამიძე განსხვავებულად, ამას კიდე შემდგომში ქვევით უფრო მოგახსენებთ. აქედან წალეჯიხაში ცხოვრობს 370, თბილისში 260, ზუგდიდში 198, არიან აგრეთვე სხვაგანაც არიან, სხვადასხვა ქალაქებში არიან გათავსებულები, განსახლების არეალი სამეგრელოში ასეთი. წალენჯიხაში, ზუგდიდში, პირველ ეწერში, ლეძაძამეში, მედანში, მარტვილში, ქვემო ჭალადიდში, ინჩხურში, ოქტომბერში, ბანძაში, ზანათში, ქვემო ქვალონში. იმერეთშიც არიან განსახლებულები ძალიან კომპაქტურად და ესე იგი არიან სხვადასხვა სოფლებში, ახალ დაბისეულში, ტობანიერში, ჭყვიში, ხონში და ჯიგთუბაში. იმერეთში გადასულები არიან, როგორც ჩანს, ესე ხიზნებად არიან გადასულები, იმიტომ რომ ახალ დაბისეულის ერთ-ერთ საბუთში ხვდებით, ესე იგი ხიზნებად არიან, ესე იგი მოხსენებულები, ამ გვარის წარმომადგენლები.
ეხლა რომ განვიხილოთ გვარის ეტიმოლოგია რომ განვიხილოთ თვითონ ძალიან საინტერესო ეტიმოლოგია აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვეძებთ, ესე იგი ვისწავლობთ ესე იგი ამ გვარის წარმომავლობას, საიდან მოდის გვარი და ესე იგი რას შეიძლება რომ დაუკავშირდეთ ეს გვარი და როგორც უბრალოდ ვერ დავადგინეთ ის რომ ეს შეიძლება იყოს ეპონიმური გვარსახელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძაძამი ეგეთი სახელის ვერ წავატყით ვერსად ისტორიაში ეს აუცილებელი არ არის ამ გვართან დაკავშირებით. საერთოდ ძაძამი ესეთი არც ადგილმდებარეობა არ არის. ადგილმდებარეობაც ვერ აღმოაჩინეთ ისეთი, რომელიც ძაძამს უკავშირდებოდეს და ერთადერთი ისეთი ახსნა ამას ლოგიკური ახსნა შეიძლება ძაძა იყოს. ეხლა ძაძა რა არის? ალბათ ყველას მოგახსენებათ. ძაძა არის ესე ქალის სამგლოვიარო სამოსელი. გლოვიარი ქალები ერთი წლის ვადის განმავლობაში ესე იგი თავსაფური ამას ძაძებს იცოდნენ გლოვის აღსანიშნავად, ესე იგი გლოვის გამოსახატავად. ერთ წელი არ იხდიდნენ ამ ძაძას. ანუ ესე იგი გამოყენებული იყო, ესე იგი თან იცმევდნენ ნაბადის მსგავსი რაღაც ადრე იყო ასეთი ისა ქვია მსგავსი ანაფორას და ეძახდნენ კიდე ანაფორასაც ეძახდნენ ამას რა და ესე იგი იკერებოდა ძველ დროში იკერებოდა სელის და კანაფის ძაფისგან იკერებოდა. ერთადერთი ესე იგი ერთადერთი სწორი შეიძლება სწორედ ამ ძაძის დამზადებას უკავშირდება ეს გვარი. შეიძლება ეს ახლა მე ეს ჩემი ვარაუდებია და შეიძლება სწორია, შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ სხვა უკეთესი ახსნა უბრალოდ ვერ მოვიძიეთ და ამიტომ ჯერჯერობით ამაზე ვთანხმდებით, რომ ეს არის სიტყვა ძაძადან შეიძლება იყოს წამოსული. მე ხა შორს ვარ იმიდან, რომ ესე იგი ძაძას იმერეთში ესე იგი სოიას ეძახდნენ და სოია არც თუ ისე ძველი კულტურა საქართველოში და ამიტომ ამას გამოვიცხავ, რომ ძაძადან მოდიოდეს ეს ძაძა სოიაზე უფრო ადრე იყო საქართველოში სხვა კულტურა, უბრალოდ სოიას და ძაძა შეარქვეს, იმიტომ რომ თავისი მითი გავს, ასე მაგას აღნაგობით ძალიან გავს ადგილობრივ ძაძას. მაგრამ ეს არ მგონია რომ ეს აქედან მოდიოდეს. ესე იგი მე-19 საუკუნე როგორც გითხარით, მე-19 საუკუნიდან იწყება ამ გვარის აღზევება, ესე იგი იერარქიულ საფეხურზე, მას შემდეგ რაც დადიანების კარზე გამოჩნდა ასეთი პიროვნება საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი გახუ ძაძამია, რომელიც იყო ცნობილი ოქრომჭედლის მეუნარგიას შეგირდი. მეუნარგია იყო ესე იგი ხანჯლებზე და ესე იგი აკაზმულობებზე მუშაობდა, ოქრომჭედელი იყო და საკმაოდ ცნობილი იყო და ესე იგი ეს გახუ ძაძამიამ საკმაოდ ნიჭია გამოავლინა ამ ყველაფრის და უნიკალური ნიმუშები შექმნა, რომელიც ის იმდენად მოეწონა დადიანს ეს ყველაფერი, რომ აი ამ ძაძამიას, გახუ ძაძამიას აზნაურის ტიტული მიანიჭა და ესე იგი საფუძველი ჩაეყარა ძაძამიების აზნაურულ შტოს. ესენი იყვნენ ლეძაძამელი ძაძამიები არიან და ესე იგი აი ამ შტოს ესე იგი ძაძამიძეთ ჩაეწერნენ. ანუ ესე განსხვავება ყოფილიყო თავისუფლად სხვა ძაძამიებისგან, ძაძამიძის ესე იგი ის მიიღეს. ეხლა რას აკეთებდა ეს გახუ იყო ესე იგი ოქრომჭედელი, რომელიც ესე იგი ძალიან კარგ ესე იგი ხანჯლებს აკეთებდა, მაგრამ ესე იგი ამაზე უკეთეს ხანჯლებს შემდეგ ესე იგი ამ საგვარეულოს ასე ვთქვათ ხელობა გახდა ეს ოქრომჭედლობა და მოვედით ესე იგი ფილუ ძაძამიამდე, ანუ ფილიპე ძაძამიამდე, რომელიც იყო საოცრად ნიჭიერი კაცი და რომელმაც უნიკალური ნამუშევრები დატოვა. და სწორედ აქ იჩინა თავი მისმა დიდმა ნიჭმა ფილიგრანულ ესე იგი ჭედურობის მხრივ. ახლა რა არის ფილიგრანული? ფილიგრანი არის იტალიური სიტყვა და ძაფს და მარცვალს ნიშნავს.
საველირო ტექნიკის ერთ-ერთი სახეობაა. ამზადებენ ოქროს, ვერცხლის ან სპილენძის მართვილისაგან აჟურულ ან ესე იგი ლითონის ფონზე. ფილიგრანის ტექნიკით შესრულებულ ნაწარმს აქვს მსუბუქი და დახვეწილი დეკორატიული ორნამენტები. ორნამენტები ფილიგრანი ცნობილი იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში. იყო ესე იგი საბერძნეთში, რომში, შუა აზიაში და კავკასიაში, რუსეთშიც იყო გავრცელებული. საქართველოში რა თქმა უნდა ესე იგი ფილიგრანი ცნობილი იყო ძველი წარსულის პირველი 1000 წლეული და თეატრების არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები არის ძალიან ბევრი და აგრეთვე ესე იგი ხახულის ხატიც ფილიგრანულია და ამავე დროს ესე იგი ძალიან ვანში არის აღმოჩენილი ძალიან ბევრი ეს ფილიგრანული ნავისები, ნახია მაგას ნაკეთობები და აი ეს ფილუ ძაძამია სწორედ აი ამ იმით იყო ამ ტექნიკით იყო ესე დახვეწე ეს ტექნიკა და მისი ქამარხანჯალი იყო ძალიან ცნობილი იყო მთელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში საქართველოს საზღვრების გარეთაც ძალიან გაითქვეს სახელი ესე იგი მე მინდა გითხრათ რომ ესე იგი ფილუ ძაძამია დაიბადა 1977 წელს სოფელ ლეძაძამეში დღევანდელი სენაკის მუნიციპალიტეტში ესე მინდა გითხრათ რომ ლეძაძამე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოფელია საქართველოში სადაც სამეგრელო გამოირჩევა თავისი ლამაზი ბუნებით და ამ ლამაზ ბუნებაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ლეძაძამე რომელსაც დინარი ტეხური ჩამოუდის გვერდით და ესე იგი ძალიან ლამაზია შემიძლია ესე იგი რეკომენდაცია გაგიწიოთ იმისა რომ ამზაფხულს დაათვალიეროთ და ნახოთ ესე იგი ეს საქართველოს ერთი უმნიშვნელოვანესი სოფელი. ფილმი ეკუთვნებოდა ესე იგი ძაძამების საგვარეულოს წინაპარი, მისი წინაპარი დადიანების აზნაურები გახდნენ უკვე წაღარ მოგახსენეთ და ესე იგი ძაძამიძეების გვარს ატარებდნენ, ამ ფორმას იყენებდნენ და ასევე აწენენ ყველა მის ნამუშევარს, ესე იგი ფილუ ძაძამიას ძალიან ბევრი ნამუშევარი დევს მუზეუმებში და შეგიძლიათ ნახოთ იქ ძაძამიძე როგორც ასეთი ხელმოწერით არის ძაძამიძე ხანჯლებს აკეთებდა ძირითადად და საოცარი ნაკეთობები იყო. ესე იგი პარადოქსი რა არის იცით რომ ესე იგი ფილუ ესე იგი ძაძამიძის ოჯახში რომ გარდაიცვალა ფილუ გარდაიცვალა 1964 წელს და ესე იგი არც ერთი ნივთი თავის ნაკეთები არც ერთი ნივთი არ აღმოჩნდა მის სახლში და უკანასკნელ ზნაზე რო აცილებდნენ დაკრძალვის დღეს გასაოცარი რამ მოხდა ესე იგი ოსტატის ნაჭედი ხამარ ხანჯის დამშვენებული 60-მდე ჩოხოსანი საპატიო ყარაულში დაუდგა და ასე გააცილეს ეს ღვაწლმოსილი ადამიანი ამ ქვეყნიდან ოსტატი ამავე დროს ადამიანობის ეტალონის ყოფილა შორეული სოფლებიდანაც კი მოდიოდა ხალხი ფილუსთან ჭკუის საკითხავადო მისი ნახელავი ჩიბუხი ხელში სჭერია იოსებ სტალინს ხოლო მაო ძედუნი ფილუს მოსადევადებულ ხანჯას მოუხიბლავს ერთხელ ფილუსთვის რესპუბლიკის უშუალობისაგან განსაკუთრებული ხანჯარი შეუკვეთიათ ოქრო და ვერცხლის დაკლებიათ და ვერცხლის ნივთები დადიანის მუზეუმიდან გამოუტანიათ ოსტატს უკან გაუბრუნებია ისტორიული მისიმდირის ხელს ხლება როგორ შეიძლება ის ხამარ ხანჯალი კი პროსტიტოს სამძლად ყოფილა დამზადებული. წამოიდგინეთ რა გაქანების ადამიანი იყო ფილუ ძაძამია რომ ესე იგი პროსტიტოს და უშუალოდ მაო ძედუნსაც კი ჰქონდა მისი დამზადებული ეს ნივთები. ამ გვარიდან ესე იგი ძალიან ბევრი როგორც მე ვნახე 14 ადამიანი იყიდა მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. და ორი ადამიანი ესე იგი იმის რა ქვია წერა-კითხვის გამართლებელი საზოგადოების წევრი იყო. მე მინდა გითხრათ ახალგაზრდა გოგონა რომელიც საკმაოდ კაი საქმეს აკეთებს და ძალიან ერუდირებული და ნიჭიერი ადამიანია ანა ძაძამია რომელსაც თავის საავტორო გადაცემა აქვს მომავალი სტუდენტებისათვის არის პედაგოგი და ძალიან დიდ საქმეს და კარგ საქმეს აკეთებს. მე აქედან მინდა მივესალმო ანას და უსურო წარმატებები თავის ცხოვრების გზაზე, გასავლელი გზაზე. ძალიან დიდი გზა აქვს მას გასავლელი და მე დარწმუნებული ვარ რომ ესე იგი სასახელოდ ატარებს მისი წინაპრების სახელოვან გვარს. ამით მინდა დავასრულო ესე იგი ძაძამიების გვარის ისტორია და გადავიდე შემდეგ გვარზე რომელიც ასათიანებს ეხება. ანუ ასათიანები როგორც ისტორიულად
ისტორიიდან ჩანს საკმაოდ ძველი გვარია საქართველოში, რომელიც მე-11 საუკუნიდან გამოჩნდა, როგორც დავუშვათ იონა ბატონიშვილი და ვახუშტი ბატონიშვილი, ესე იგი ბრძანებენ და აქვს დაწერილი. ეს არის ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი. სტარდას მონომახის კეისრისა წელსა 1073-ცა და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანა და მონიდან იწოდებიან ამ გვარათო. ასე წერია ისტორიაში. ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ. კერძოდ ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. ასათიანეს მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთში და სხვადასხვა კუთხეებში, სამეგრელოშიც საკმაოდ ბლომად იყვნენ წარმოდგენილები. აი დავუშვათ დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენაესი სასამართლოს მდივანი იყო. ყველაზე ძველი ცნობა ამ გვარის შესახებ განეკუთვნება მე-16 საუკუნეს, კერძოდ 1519 წელს, სადაც მოხსენებულია აგრე წერია პიტერ ციტირება რო გავუკეთო, მამისი ბედის შვილმან ათიანამან ჭოკიტელი მოკლა და მისითა ნებიდა დასაურებლად დამიდვა. ბერმან ასათიანმან ღუღუნას შვილმან ჩვენი სახაზოყმა სალდაყმაძე მოგვიკლა და მისად დასაურებლად დამიდვა. ჩვენისა სულისათვის გელაცა შევწირეთ. მართებს სული ლიტრი და რაღაცა. დროთა გამო ესე იგი იყო ასეთი ჩვენ ვიცით რომ ესე იგი საერთოდ ეს არ იყო რომ დავუშვათ ერთი გვარის წარმომადგენელი ეგეთი რაღაც არც შემხოდრია მე დავუშვათ რომ ესე იგი მხოლოდ თავადი ყოფილიყო და სხვა აზნაური არ ყოლოდა გვარში ან დავუშვათ გლეხი არ ყოლოდა. აზნაურიც მინახია, აზნაური გვარი იმდენის რომლებსაც გლეხები ყავდათ. გლეხის გვარებიც მინახია, რომლებსაც აზნაურებშიც, ნუ ახლა იმას ვამბობ რა, ფაქტურად იგივეს ვამბობ, მაგრამ გლეხის გვარებიდან იყო ისეთი გვარები, რომელსაც არც აზნაური ყავდათ, საერთოდ არც თავადი არ ყავდათ. იყვნენ სულთა გლეხები იყვნენ, მაგრამ ძალიან ბევრ გვარში იყო პირიქით იყო რა, იყვნენ თავადებიც, აზნაურებიც და გლეხებიც იყვნენ. სწორედ ასეთ გვარს განეკუთვნება, ესე იგი, ასათიანების გვარიც. ამ გვარმა ეს ხო დროთა განმავლობაში ზოგი გვარი კარგავდა თავის სტატუსს კარგავდა, სხვანი პირიქით და დაწინაურდებოდნენ ხოლმე რა თავადის წოდებას, მაგალითად თავადები ამილახვარი, რომლებიც წარმოადგენენ აზნაური ზედგენიძეების შთამომავლები იყვნენ და მეც ერთ-ერთმა წინაპარმა ერთ-ერთმა ზედგენიძემ, ესე იგი, გვირობის ფასად, თავგაწირის ფასად, ესე იგი მიიღო, ესე იგი, მეფე გადაარჩინა და მიიღო, ესე იგი, თავადობა მიიღო. ასეთივე მაგალითი იყო, დაუშვათ ძალიან ბევრი იყო ეგეთი მაგალითები. აი მაგალითად იმერეთში მე-18 საუკუნეში აზნაური ხახუტა ასათიანი გახდა ასათიანთა თავადური შტოს ფუძემდებელი. მას შემდეგ, რაც მან იქორწინა დაქვრივებულ დედოფალ თამარზე, კოჭიბრულად წოდებულზე. მეფე გიორგი მე-6-ს მეუღლესა და გიორგი მე-7-ის დედაზე. და აქედან გამომდინარე მან მიიღო ზოგიერთმა მიიღო ესე იგი თავადობა მიიღო. ბევრი გვარი იყო რომლებაც დაუშვათ აი არჩილ მეორესა და ვახტანგ მე-6-ის დროს გაყვნენ ესე იგი დევნილებაში ესე იგი რუსეთში და იქ ერთგული სამსახურის გამო ესე იგი იღებდნენ თავადობას, მაგრამ ჩვენ სწორედ ახლა აი იმასთან გვაქვს საქმე, როცა ესე იგი ასათიანების გვარი ესე იგი გათავადა თავადები იყვნენ, ესე იგი ასათიანი და გვარის წარმომადგენლები იყვნენ იმერეთში, ერთი შტო იყო და ესე იგი იყვნენ ლეჩხუმში, საერთოდ გასახლების არეალი ამ გვარის ესე იგი ძირითადად არის იმერეთში, ლეჩხუმში და სამეგრელოში. აი იმერეთში, ტაბაკინში, ქვიტირში, ხვანკიჩი, ჭოგნარში, ხორიჩი და ხორიჩი იყვნენ ესე იგი გასახლებულები. აქედან ჭოგნარის გარდა ყველგან აზნაურები იყვნენ. ქვიტირში იყვნენ სახელმწიფო და საბატონო აზნაურები და დანარჩენი ტაბაკინში
ესე იგი სამეფო აზნაურები იყვნენ. ხორიჩიც სახელმწიფო აზნაურები იყვნენ და ჭოგნაში იყვნენ, ესე იგი საეკლესიო გლეხები იყვნენ. ასევე ლეჩხუმში, რამოდენიმე სოფელში, დაუშვათ ბარდნალაში, დერჩში და ტვიში ფლობდნენ როგორც თავადის სახელოს, ასევე აზნაურების სახელოს და ასევე საეკლესიო და სახელმწიფო და საბატონო გლეხების წოდებაშიც იყვნენ. მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ ესე იგი თავადები იყვნენ, დაუშვათ ამ სამ სოფელში, ესე იგი ბარნალაში, დერჩში და ტვიში. და დანარჩენი, ესე იგი ყველა სოფელში, ესე იგი დეხვირში, დღნორისში, რა ქვია, დონორიში, კენაში, ლაილაში, ლეხიდრის თავში, მახაში, მექვენაში, ორხში, უსახელოში, უცხერში, კორენიშში და ცაგერში იყვნენ აზნაურები იყვნენ. აგრეთვე იყვნენ სამეგრელოშიც ყველგან იყვნენ, ესე იგი აზნაურები იყვნენ, თეკლაჩი შემხვდა, ერთი ოჯახი შემხვდა გლეხი. და დანარჩენი, ესე იგი თეკლაჩივე იგივე იმაში, რა ქვია, სოფელში აზნაურები იყვნენ, შემხვდა, ესე იგი იმაში, რა ქვია, ძველსენაკში აზნაურები და ძირითადად იყვნენ ზანაჩი და ნუ დავუშვათ დღევანდელი აბაშის რაიონში იყვნენ ძირითადად განსახლებულები და ყავდათ, ესე იგი როგორც სასულიერო პირები, ისე დავუშვათ რაღაც საკმაოდ ძლიერი როგორც ჩანს ძალიან საკმაოდ ძლიერი მემამულეები იყვნენ. მე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ძალიან თუკის არამე ომი ჩატარებულა საქართველოში, თითქმის ყველა ომში იღებდნენ მონაწილეობას და არა მარტო საქართველოს ომში. ჩვენ და სამწუხაროდ, როცა ესე იგი 1101 წელს როცა მიგვითვისა, ასე თქვა, რუსეთმა და ესე იგი რუსეთის პროტექტორატის კი არა, პირდაპირ გეგეთქეთ, რომ რუსეთის იმპერიაში უკვე შეგვათრიეს. აქედან გამომდინარე, სხვა გამოსავალი რო არ ქონდათ, თავადაზნაურობა, ესე იგი, იღებდა მონაწილეობას, ესე იგი, ყველა იმ ომში, რასაც, ესე იგი, რუსეთი აწარმოებდა და იმ ომებშიც კი, ესე იგი, მუნდირის ღირსება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირსება, რაც ესე იგი ადამიანს გააჩნია, სად ღირსება და ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვა ყოველთვის და ყველგან და ეს ადამიანები სხვა გამოსავალი რო არ ქონდა და სხვა გზა რო არ ქონდათ, იცავდნენ იმ მუნდირის, რა მუნდირის ქვეშაც რა მუნდირიც ეცვათ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ყავდათ გამოჩენილი ადამიანები, სამხედროები მხედველობაში, რომლებიც იღებდნენ 1112 წლის ომშიც იღებდნენ მონაწილეობას და შემდეგ თითქმის ყველა ომში, გინდა კავკასიის ომები იყოს და თუ რუსეთ-თურქეთის ომები, გინდა დაუშვათ პირველი მსოფლიო ომი, სადაც ესე იგი ძალიან ბევრმა ასათიანმა მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ ბევრმა და ძალიან ბევრი ოფიცერი იყო და საკმაოდ ბევრი, ესე იგი, ორდენის მფლობელი იყვნენ. ეს იყო სულ ფაქტიურად, რაც უნდა ხო, მე ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი ყავდათ, კაცო, ლადო ასათიანი რა მარტო თავადური შტოს წარმომადგენელი იყო ლადო ასათიანი, ჩვენი უსაყვარლესი პოეტი და ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი ყავს ამ გვარს, ყველას ჩამოთვლას არ შეუდგები, იმიტომ რომ ეს უჩემოდაც ყველამ კარგად იცის და მინდა რომ ესე იგი აი ამ გვარის წარმომადგენლება ღირსეულად ატარონ თავიანთი წინაპრების, ესე იგი ეს საგმირო საქმეები. აი ეს არის სულ რაც უნდა მეთქვა და რაც უნდა მელაპარაკა ამ ორ გვარზე. და რა ვიცი, აბა მე კიდევ თხოვნა მექნება, რომ ესე იგი თუ გინდათ რომ ცნობა გქონდეთ ჩვენს გადაცემებზე, გამოვიწერეთ ჩვენი არხი, საქართველოს სამეფო კლუბის არხი YouTube-ზე და ლევან ბერაის ავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. მადლობთ ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ კვირაში ორჯერ ჩავწეროთ გადაცემები და ეს გადაცემა ალბათ ხვალანზე გავა იმაში ტელევიზიაში, YouTube-ზე, მეორე გადაცემას, ახლა გადაცემას კვირისის ვაპირებთ ჩაწერას. მადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.
3000 მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსრები ვართ